მადლობა. ისმის ხო? აი. ესე იგი რაღაც გახსნები არ მეხერხება ხოლმე რაღაცები, ხო ტაჩდა უგარეთ რაღაცები დევეებს. ცოტა ეს ხა ეგა გავამხნევ ესე იგი დღესაც განაცხადა რომ პირველი გამოსველი უნდა ყოფილიყავი მე თავი დავიძაბე იასნია მაგრამ მე გამიხარა ცხოვრებაში პირველი არაფერი შევყოფილიყავ რა ერთადერთი რა ნაკოჩნეთი კაი არის ისმის მიდი კიდე ეგა ხო 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 ნუ ესე იგი პირველი და ერთადერთი რომ ზოგადად არასდროს არ ყოფილიყავ მე არაფერში და მეთქი ამაზე იყოს მithumetes გოგოებში არ ყოფილიყავ ერთადერთი სამწუხაროდ თუმცა მამინდასთან რომ მიხოსტუნათ არც უნდა გაიგდეს ეგ პირველი არ იქნება ბავშვობაში როგორც ყველას ისე მეც მინდოდა რომ ყოფილიყავი რაღაც სუპერ გმირივით რა ნუ კრიპტომინდან არ ვარ სამწუხაროდ ობობასაც არ ვიყენია ხელზე ექსკურსიის დროს და რაც ყველაზე სამწუხაროა მრავალმილიარდიანი კორპორაციის ფლობელიც არ ვარ რა დახავს ასაკთან ერთად დავამოყამე ერთი სუპერ შესაძლებლობა ეს არის თეთრით ხედვა რა სადა ეს ო ამ დროს უნდა შემოგეძახო დავიწყდა რა უშავს ამ დროს უნდა შემოეძახო თეთრით ხედვა ეგ რა არის რაღაც მომენტ რაც არ უნდა იყოს მაგარი იქნება იმიტომ რომ ეს ეხლა მაგას რა და ესე იგი რა არის თეთრით ხედვა ეს არის ანუ თვალზე რა თეთრი მხარე რო არის მაგით ანუ პირდაპირ ვხედები მაგრამ ხედავ გვერდზე რა ხდება ანუ რა ეს გამოსადეგი არის თვალთვალის დროს და რაღაცეები რა მაგონში ასწორებს თუმცა ამისთვის არ გამომიყენებია რა თქმა უნდა ამას ვიყენებ როდესაც გვერდზე გოგომიზის ხოლმე მინიატურით ან თუ რაღაც თუ ზოები უჩანს მაგ შემთხვევაში ვიყენებ ხოლმე რაღაცა ტაშ ხო ანუ როდესაც გოგო გაიჩნდება ხოლმე გვერდზე ეგრევე დავაფიქსირებ ხოლმე ამას და ეგრევე გვერდზე გავხედავ ხოლმე რომ თვალებით კარგად რომ მე HD-ში დავიმახსოვრე ეს ყველაფერი რა რო დავწერე მაშინ მეგონა რომ გაიქნება ნუ წლების განმავლობაში ამ სუპერძალასთან ერთად როდესაც გოგოებს ფეხებში უყურებ რა კერძე და რაღაცეები კიდე მეორე სუპერ შესაძლებლობა გამოვვითარე რა ძრევა თუმცა მაგაშიც პროფი ვარ არა ხო მეორე შესაძლებლობა არის ეს არის კისრის სწრაფად ტრიალი რა იმიტომ რომ როცა გაიხედავს უცებ უნდა შევხედო ხოლმე და ანუ რო არ გამათხნა რა ფაქტია იმიტომ რომ მე თუ გამათხნეს იდენტიფიცირებას მოხდე მე ჩემსას და რაღაც შეყარებულს რაღაც მოიტაცებენ ჩემსასთან რაღაც დამაშანტაჟებენ მაგრამ ნუ მარჯვენა ხელი როგორ უნდა მომტაცონ არ ვიცი მაგრამ მაინც ნუ ერთ სიტყვით სერიოზულად დავამოყამე ეს კირსამები და სისწრაფე აი მაგალითად 2 წუთის წინ რაღაცა რომ გავიხედე და რა ბარმეს რა უთხარი რომ დუდი დამისხეთ ხო დაინახეთ მე ვერ ხო ზუსტად ხო შემდეგი მოდის ხა ნუ ჩემთან ამ სუპერმარკეტზე ლაბარაკისას გამახსენდა ესე იგი რომ გუშინ ვიყავით კინოში უსტაველში სუპერმენზე და ის რა ბეტმენის წინააღმდეგ ვინმე ხართ პირველ დარბაზში ნამყოფი პირველ რიგში იმენა პირველ რიგში რო ხარ პირველ რიგში რო ხარ ანუ ეს როგორი პონტი არის ანუ რომ ქვევით იხარ და ზევით უყურებ აი ეს რა ეგეთი პონტი არის რა და მთელი კინო ვიყავი დაძაბული იმიტომ რომ მეგონა რომ აი სადაც იყო ვიღაც მიმაქამშოთი თან სათვალების როგორ და მithunida ნუ კინოს მერე გამოვიდით ჩავედით ტუალეტში როგორც ეს რა თქმა უნდა სერიოზული რიგი იყო აი ესეთი რიგი აქ რო იჭდება ხოლმე სტენდაპის მერე სერიოზული პროსტა აკაურობას ნუ აკაურობას დიდი პლუსი ის აქვს რომ თუ სერიოზული რიგია შეგიძლია ბაღში გადახვიდე ეგეთ ერთ კაი ტოჩკა მერია იცის დასტავმა ეგეთ გადადიხარ თეატრია აი ეს ნუ არის ხოლმე ერთ-ერთი ზონე ხო ნუ რო გადადიხარ ხა ისეთი მომენტი არის რომ ამის დროს კაია თუ იმას შემოგიوردება ხოლმე რა ოფსინძროში ნუ წინაზე სხვა ჩოს რო გადავედი ვიღაც ტიპი გაიჩნდა და
გაიშთა და გავხედე ანუ რაღაც მე კედელთან ვარ ის ხესაბსავს რა და გავხედე და ეგრევე გამოიხედა და ისა გაიხარებსო რა და აი რატომ გაიხაროს მაგაზე და შენ მოსაწევს ფსავს თუ როგორია ხო რა ან რაღაც ყველაზე და ეგრევე მე აი და ერთ ნაბას დამარტყა ან მეორე მომენტი არის გაიზრდებას რო გეუბნებიან რა გაიზრდება კაცო რო აფსავს რა და რატომ უნდა გაიზრდოს სასუქი ხო არა რა ან დამაფცას და გიზედა შევეცდით 5 სანტიმეტრი მაინც მომატოს საშუალოს მაინც დაიმს გქოს ეს უკეთესი იყო რომ დავწერე ისე თუ იცოდეთ რომ ბავშვს რო იშვილეთ მე სამი შეიძლება უკან დააბრო რა თესლი გადასვლა იყო ბაზარია თემასთან მაგრამ ახლა შეიძლება ანუ ის სპონტია ხო რაღაც მოცარტი რო აქვს უღაც ჩაწერილი და მე პრაქტიკულად ლექსენი რო გაიჩნდა მოცარტის რაღაც ლექსენი რა შემიხსენი და რაღაც არ უსმენ ლექსენს არ გიგებთ მინდოდას და ფიქრებს გეკეთებით არ უსმენ მაგრამ აღიარებ ადრე უსმენ სხვა შორის მერაბ სეფაშოვსაც მაგალითად ლელას შენ უსმენი რა გასმენია ნიჩემ უსმენდა აჰა ხო ინდან გამოვეცდა ანუ ბარში წავედით და იქ ჩამოვარდა ეს საუბარი რა ბავშვთან დაკავშირებით ბავშვთან აპონასთან დაკავშირებით ანუ 3 დღის მერე თუ შეგვიძლია რომ დააბრუნო და ამათ პირველიც არის იმიტომ რომ რო დააბრუნებენ რა აბრა უნდა ჩამოწიო რა რაღაც გაყიდული საქმეა უკან აღარ მიიღება რა ეგეთი და ვარ მithman ბავშვს უკან მიიღებაზე რა ანუ ამში რა მოდიეს ბავშვს უკან დააბრუნება რაღაც მოიყვანენ და რაღაც არ მიხმარია გეფიცები რა და არა მშვენს არა ბოდა ესა რა თქო ოკეი ხო მე აი ჩემი ხო ექსელის გავიარეთ ექსელი რა უშავს ან გოგოებთან გასულო ფლირტი დამები ანუ არ მეხერხებოდა არასდროს ვაღიარებ მაგას ან გოგოსთან ერთად უზივარ კაფეში ნუ ზივარ ახლა ჩემ თუ ზივარ ის რაღაც სხვაგან ზისხობენ ясния შორიდან ვასტალკერებ რა ვიგულებ და რამე თან ფიქრობ რომ იქნებ მივიდე გავიცნო მე სადღაც კინოებში მივიდეთ მინდორში მივიდეთ ან რამე ეგეთ რაღაცეები ამასობაში თუ გამომხედა რა ეგრევე ვარდები პანიკაში იმიტომ რომ აღარ ვიცი ხოლმე რა გავაკეთო ნუ ვიცი რომ მარჯვენათა უთი უნდა ავიღო ბაზარი არა მარცხენახაც რა უნდა უხდო რა ვიცი შუბლი ან რაღაც ეგეთ ვარიანტი მაგრამ ყველაზე ნაღდი არის ტელეფონი დაადრო და ფირკიასი დიეზი რა საკეთებ რა კეჯოსელის აბონენტი ვარ ის რაღაც კარგად გავუკეთე ერთმანეთს ხო რაღაც ამის მე რა ხوار დაგველია ის რატო არ შემიძლია ეს მარტივად თუ გოგოსაც დავალაპარაკო ვერ ხდება ეს რა მომივიდე და რაღაც არა უშავს ჭაიდბრალია მოშებული რომ კონდეს თუ პირიქით არა გოგოს უნდა ეგ ჩემია სხვაჭერ წინა სტენდაპზე რომ გამოვედი გაიშთა გოგო რა აქვს თუ ჩემ წინ იჯდა და ანუ რა თან შუქებზე ეცინებოდა გასაკვირია რატომაც მაგრამ რომელშა სტენდაპი ვიფიქრე რომ მე თქვენ მივალ რა ავეცნობი თქვენ რომ ბარის პოდკასტთან იჯდა რა და ну ვიფიქრე ვეთქვი მივალ მაგრამ ძალიან მინერვიული და შევარდი ტუალეტში დასამძრებად არა წალი შევეცე რა თავი გამიხნე რომ მეთქი რა კაი ბიჭი ხარ შენ მიხარ შეიძლება ყველაფერს აკეთებ კეთაკეთ და მივედი გაიდოქში ამ ბოლოს ამ ბლოგოსთან და ანუ Facebook-ზე ყავდა მეგობრებს დავეტყვილეს და ვიცოდი მაგედან. ნუ მივედი და ანუ კითხე რომ ანათქო ხო რაღაც შტა. ნუ გამომხედა რაც გამიღიმა და არა თიკო რა და ნუ გაიგიმა თან ისეთ სახე ქონდა რომ არა უშავს. ანა არ ვარ, მაგრამ თიკო ვარ და გავიცნობ ერთმანეთს რა და ლოგიკურად უნდა მეთქო ხო არა უშ მე გიორგი ვარ აზია რაღაც ეგეთ რაღაც ხონდა მეთქო რა ეგეთ ხონდა რა უნდა გამეკეთებინა რასაც ყველა მაჩო გააკეთებდა ეგრევე ხელები ავწერეთ ბოდიში გავიქეცი ეგრევე რა ტუალეტში შევარდი არა დასამძრევად არ შევარდი ნორ მაინც გაერთაც გავარდი რა ტაქს გავაჩერებ შევეშალა რაღაც პანიკებით გავარდი რა და აი ჩავხედვით კარგად რამე წერია რა ხო ეს გამოტოვეთ ხო ნუ ამ გოგოსთანაც რა თქმა უნდა არ გამიმართლა როგორც ძირითადად ჩვევია ხოლმე ყველასთან და ხო ან გოგოსთან მის სხვა შორის ერთადერთი შემიძლია ხოლმე როდესაც ვარ თვრალი
პლუს ის არის რომ მისთვის ტრაკი მაქვს, მაგრამ მინუსი ის არის რომ მეტყველების უნდა კარგავ ხოლმე მაგის ტრაკი. ანუ რომ მივდივარ გოგოსთან ვარ ხოლმე რაღაც გაბრაზებული ზარმაცი ძაღლებით, იმიტომ რომ მივდივარ რაღაც გოგოსთან და ეგეთ რაღაცას მე ეს გოგოც ასია იძახება რა ჩემისასო და სანამ დაცვას გამოიძახებენ ხოლმე, მაგათები მოვიდნენ და მოგიტებენ და მიმართებენ ხოლმე სადღაც რა. ну სანამ დაცვა გამოიძახეს ხა ჯობია მისთა მომთავრებელ მინდელა. და ერთი დიდი მადლობა ყველას, სულაც იყო. შემდეგი გამოსვლელი იქნება ზიკო ჯაფარიძე. ო არა, ჯინჭარა. ხო. კანონიერ ფუძე